ბებომ გამოიყვანა მარიკო ბაღიდან. დილა მშვიდობი, მოგესალმებით წვიმიანი თბილისიდან, როგორ ხართ მეგობრებო? რა შვებით? არაჩვეულებრივ ხასიათზე გავიღვიძე, მაგრამ არიამი გადავიყვანეთ ბაღში და ძირს იგურავა იმდენი იტირა, რომ ბებომ რატომ არ წაუყვანა ბაღში. ასე რომ გაწყობა მეც გავიფუჭდა და ბავშვსაც გავიფუჭეთ, ესე უნებლიეთ რაღაცნაირად. უიახეთ არ კაი განათება და ნახეთ იგივე ღრუბლებიდან ანათებს რაღაცები, ხო და წავიდეთ. დღეს ღია გაკვეთილი აქვს, მე სამწუხაროდ ვერ დავესწრები, ბებო იქნება და კიდევ კარგი რომ აქ არის დედა, იმიტომ რომ გავაფრენდი ალბათ დედიკო რო აქ არ იყოს და ბავშვთან ვერავინ მისულიყო ალბათ. დასატირებლები გაგიხდებოდით. ხო, რა შეეხება გუშინდე კომენტარს მინდა რომ ცოტა იმას ვქნა, რა ქვია, ამ თემას შევეხო. ძალიან დადებითი კომენტარი იყო და რჩევა იყო, უბრალოდ კარგად ვერ გავიგე და ყველა ადამიანის რჩევას მივიღებ, ვინც ზუსტად ასეთ კომენტარს დაწერს, ასეთ ჭრილში, ანუ ისე დადებით ჭრილში დაწერს და არა აგრესიულად, ასე რომ ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც რჩევების სახით მიწერთ კომენტარს, უბრალოდ მინდა გთხოვთ რომ ცოტა დაკონკრეტებით დამიწეროთ ხოლმე, როცა რაღაცას მირჩევთ. ქრონომეტრაჟს მე აქცია ყურადღებაო და არ ვიცი გოგო ისედაც პატარას ვიღებ, უკვე აღარ არის დიდი და ისეთი ვლოგები და ვერ გავიგე დიდ ვლოგებს გულისხმობდით თუ პატარას და ეგეც დამიწერეთ. ასევე რაღაც თემას რო იწყებ აზრი, მე მგონი ზუსტად სავარაუდოდ ალბათ ეგ იყო, რაღაცას არ აგრძელებო, შესაძლოა გზიდან რო ვიღებ, მე გზამში რაღაცეთ მიწყდება ხოლმე აზრი, ხან ტრასაზე გადავდივარ ხანის და ბოძის გიხდით, ესეც დამიწერეთ, ზუსტად ამაში გულისხმობდით თუ სხვა რამეში. იცით რა არის, ხანდახან მეც რაღაცები მეპარება ხოლმე და უმჯობესია რომ მირჩიოთ, იმიტომ რომ მეც ადამიანი ვარ, მეც რაღაცა ხანდახან აზრები დამიხტვის აქეთ-იქით. ხო და კარგია ხოლმე რომ მეტყვით გავითვალისწინებ, უბრალოდ ცოტა დამიკონკრეტეთ ხოლმე, იმიტომ რომ ასე ვერ ვიგებ, ასე რაღაცნაირად ორ სიტყვაში და თუ დამიწერთ ზუსტად რას და როგორ გულისხმობთ ხოლმე, ძალიან გამიხარდება. ამიტომ ქრონომეტრაჟს ვერ დავაპატარავებ, თუ დაპატარავებას გულისხმობთ, ანუ ვეღარ დავაპატარავებ, უკვე აღამაში აზრი აღარ იქნება დადებას. დიდ ვლოგებს რაც შეეხება, არის ხოლმე პერიოდები, როცა გადაწყობილი ვარ პატარა ვლოგებზე, არის პერიოდი, როცა დიდ ვლოგებზე ვარ ხოლმე გადაწყობილი. უბრალოდ ახლა ფიზიკურად დიდ ვლოგებს და თან გონია რომ რაღაცნაირად პატარა ვლოგებს უფრო უყურებენ, ჩემი ყურებიდან გამომდინარე, რასაც დავაკვირდი. ამიტომ ზუსტად არ ვიცი და დამიწერეთ თქვენ რას ფიქრობთ. რამდენად მისაღებია ამ ქრონომეტრაჟის ვიდეოები, თუ უფრო დიდი მოგწონთ, თუ როგორ მოგწონთ, გამიხარდება თუ მეც დამიწერთ. ასე რომ მეთქი არ დამავიწყდეს, გუში ვფიქრობდი, ეს საკითხი ცოტა გადარბენით გავიაროთ ხო და აი ნათელი მაგალითი იმისა, რას ნიშნავს დადებით ჭრილში დაწერა რაღაცის და იმ ჭრილში დაწერა, რასაც დამცინავი იმით წერენ ხოლმე ადამიანები რა. უნდა ვიცოდეთ გარჩევა, როგორ რა იწერება. ეს რო დამიწერეს, რა თქმა უნდა, არანაირი რეაქცია არ მქონია, უარყოფითი, იმიტომ რომ ადამიანმა თავის აზრი გამოხატა და ეს ორჩევა. ამიტომ როცა ამბობთ ხოლმე, რომ ყველაფერზე ბრაზდებაო, ცდებით, მეგობრებო, მე ვბრაზდები მხოლოდ იმ ტექსტებზე, რომელიც არის გულსატკენის, შეურაცხყოფელი და ასე შემდეგ. კარგით. წავიდეთ სამსახურში. დედა ჩემი გაგიშდა, ვაიმე რატო არ გავყევიო, ისიც უნდა გადავიდეს 12-ისკენ და რატო არ გავყევიო, ბავშვისთვის ვანერვიულეო. ტურზე ხედავთ ხო ამ არამზადობას საშინელ მდგომარეობაში მაქვს, ანუ აი არაფერი ვშველის. რამდენიმე დღეა რაღაცებს ვიტყლარცავ, მაგრამ როგორც იტყვით, თავგადარბენილი რაღაც მიირჩიო და რა ვიცი. ეს დაბალი თაგვები მე დამდები. წავედით. მარშრუტკას ვხედავ. ფოტო გადავიღოთ და ეს კედელი ვისია რა დაბზარულია. არა ვისია როგორ არის. ხო და ასე გოგოებო, მოკლედ გუშინ როგორც იქნა ვიყიდე ხამსა, მოვამზადე გადასარავად. მივირთვით, ოღონდ ყველამ არა ზოგს სტუმარი ყავდა, ზოგს და რაღაცა ჩემაქორა საერთოდ არ მიირთვა, გვიან მოვიდა და არ ვიცი რაღაც არ მინდაო. ხო და მეც ცოტა მივირთვი.
საკმაოდ ძვირი ღირს, საკმაოდ. რატომ? ხო და დღესაც დამჭა ცოტა და რადგან არავის არ უნდა გადავიფე ბეჭზე რომ მოვალ. აი ასე, სულ კარგად მეყოლა, მაგისთვის ვიწვა და გავარჩიე. ნაწყვი ვარ. დღეს მინდა რომ კარტოფილის ხინკალი გავუკეთო ოჯახს. იმიტომ რომ მეც შედარებით ადრე მოვდივარ, დღეს არ ვიცი მოვალ თუ არა და თუ ადრე მოვადი, დღეს გავუკეთებ. წარმატებული დღე. მოკლედ ბავშვების დაბადების თვე გვაქვს ჩვენ, მეგობრებო. შესაძლოა შეეძინა პატარა, ხო და აქედანაც გილოცავ დინი, ჩემო საყვარელო. მინდა რომ სულ ბედნიერი გყავდეს შენი და ჩვენი პაწაწუნა. და მეორე. რიგით მეორე ბავშვი. ახლა ხანს სულ რამდენიმე საათის უკან შემოგვემატა ჩემი ქეთის შვილიშვილი. ქეთი ანუ ჩემი მეჯვარე, სულ რომ ახსენებ ხოლმე, შეეძინა მეორე შვილიშვილი. ქეთი არის ჩემი ტოლი. მაგრამ გოგო გაუთხოვდა პატარა ასაკში შესაბამისად მოასწრო 2. ხო და მინდა რომ იყო ძალიან რეალიზებული დედა, შემდგარი, ყავდეს უჯამრთელესი პატარები და სულ აი ეს ვარსკვლავები არასოდეს არ უნდა ჩამქრალიყო შენს თვალებში. ასე რომ თუ მკითხავთ შენ როდის აპირებო ჯერ სხვების მილოცვებით ვარ დაკავებული. აი მე ესეთი კარგი თვე გვაქვს ამ პერიოდში. კამერა ყოფილა გასაწმენდი და იმიტომ მქონდა ბურუსი. დაახლოებით სადღაც 1 კვირაში, ალბათ ხო, მივდივართ სოფელში. ჩემი მამთილი თავს ვერ გრძნობს. კარგად, რაც ფეხი აწუხებდა, ასე ხელი აწუხებდა ფეხი, ანუ ზოგადად ცოტა ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. უფრო მეტად ხელის პრობლემა. რამაც მე რაღაცა სხვადასხვა რაღაცები გამოიწვია, ბუნებრივია. ხო და მივდივართ რომ ნახოთ. და რა თქმა უნდა მოდის დედაც. ხო და ყველა ერთად ჩავსხდებით და ჩავბრძანდებით სოფელში. სხვათა შორის თოვსო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისთან ახლოს ითვლება და არ არის ძალიან შორს, მაინც მაღალმთიანებში ითვლება და მაინც კარგი ყინოა. მინდა გითხრათ ისეთი, რომ შეიძლება ძულები გაგეყინოთ. ხო და ჩავალთ ბებო პაპასთან, მარიამით გაერთობა. ეს გადავიდეთ ტრასაზე, არაფერი დამეტაკოს ამ სიკეთის დროს. მე რაღაცა ძალიან ამოქაკვიეტებული და რა ვიცი. ეს კი ქალბატონი გადმოვიდა, არც წითელს ელოდება, არც ყვითელს ელოდება. ახო რატო აქდებით სხვა მძღოლებს ასეთ უბედურ დღეში რომ სხვისი რაღაცა იმას ქნან და ფატაურად ასრულდეს რამე, ან ძღოლს თავიდანები რატო იყოთ ხალხო თავებს. მესმის გეჩქარება, მესმის ცივა, მეც ცივა, მეც მეჩქარება. მაგრამ ანუ დაველოდოთ, აი რაღაცა იცით რა მაღიზიანებს არ ვიცავთ. აი იმ ელემენტარულ წესებს, რაც არის აუცილებელი ვალდებულებაც, პლუს ამას რომ შენ შეჩერდე, როცა არ არის შენი მოძრაობა, მეც გადამირბენია ტრასაზე, მაგრამ კაცო, ეს ასე კი არის ხალხი, ვერ გაიქცევით ისე, რომ აი როგორც შეიძლება მე გავიქციან, ჩემზე პატარა, ჩემზე ცოტა დიდი ახლა. 70 წელს ქალბატონი ესე ვეღარ გაიქცევა, ხო რა თქმა უნდა, რომ გადაასწროს გიჟივით რომ მორბის ვიღაც მანქანა. ხო და კაცო შესაძლოა საერთოდ წითელი იყო, შენი აი ის იყოს გადასვლას და მაინც დაგეჯახოს, მაგრამ თავი უნდა დავიცვათ რაღაცნაირად. რა ვიცი. ეხლა ნახეთ მზე შემომიჭყუტუნოს, მოვედით ამ ადგილას. მოიცათ, გავიწიო იქით. ოპა. ვაიმე.
შეგიძლია აქ რუჯი მიიღო, აი აქ ჩვეულებრივად ჭკუტუნა გუშინ დამეცინა, მგონი 8 იყო საათი მარიკოსთან ერთად ჩამეძინა აღონ არაფერი დამიფარებია და თბილოდა სახლში და ამით მიუხედავად გაყინული ვიწექი თურმე ყობა მოვიდა თევზივით იყავი რაღაც და დამოფარა მე 9-ზე ავდექი ავირბინე დედა ჩემთან მეთქი რაშურებით სათხარო კაც გელოდებოდ აი მე ვთქვი დედა ვიძინებ წავიდა ერთი წუთით გოგოება ყურადღებით ტრასაზე ოპა ხო და აი როგორ ყავს ძილბურაში გაუფხიზლება არ მიდო და კიდე მეძინებოდა და ერთი 10 წუთი დავრჩი და დედა მეთქი ნუ დავიძინო ანუ აი არ შემიძლია მეთქი ძალიან მეძინებ თავი ბოლოს სადღაც 40 წუთი მეღვიძა რა წავიდი მეტად დავიძინე ასე რომ დღეს ვარ კაი გამოძინებული მეც და ჩემი შვილიც ვიდეოს რაც ფრაგმენტებს რო ვუყურე, რაღაც კადრები გამომრჩენია თქვენთვის. ტყობა ისე უცებ ავაწყე და მე რაღაცნაირად გამომრჩა. თქვენთვის რაღაცების გაზიარება. თან მაინტერესებს რა თქვა, როგორ თქვა, ანუ აი წდება გული. ძალიან სიტყვას ვერ პოულობ იმდენამდე წდება გული რომ ვერ დავესწარი სიტყვებს ვერ პოულობ არც ერთი სიტყვა არ შეესაბამება იმ ჩემს რაღაც შეგრძნებებს ამ წამს რაც მაქვს რაღაც აქვს ხნელიულობას აი მე ამ საბურთალოზე ქარმა ხომ მომკლა რა ჩადექი ოდესმე დედა ეს გიდედა იძახის ხალხო რომ აი ესეთი ყინოაო 15 წელი არ მეგუძნიაო იმიტომ რომ იქ სხვანაირი სიცივია რა და არ ვიცი ხა მეშვიდს წამღები აქედან არა ვარ იმიტომ რომ იქ მაინც აი მილიონ წელიწადში ერთხელ რო გჭირდებაო ეგეთი სიცივიაო და აქ შუბა ვერ გაიხადა იმიტომ რომ სიცივე რო აიტანს ჯერ ისედაც აკლიმატიზაციის პერიოდი აქვს და ესე გარეთ ვერ გადის ხალხო ისე სცივა ანუ საშინელი ყინოაო აქო აი არ ვიციო იძახის ისე მცივაო ვეღარ ვსუნთქავო გარეთ გახედვა არ მინდაო იძახის და ვერ ეგუება ამ სიცივეს ვერ ეგუება ხარი დედა ჩვენთან ზამთარიც ვიცით ჩვენებული კაი ყინვით ძალიან უხوار რომ დღეს ჩემი გოგოს ღია გაკოთილს ვერ დავესწარი. აი ძალიან უხوار და ისე მტკივა გული რაღაცნაირად. ძალიან. მაგრამ როცა სხვისი ბავშვები ყავს ჩაფარებული, ხანდახან შენი სადღაც გადადის უკანა პლანზე რაღაცე. დამწუხარდი. ასე.
მეთქი დატოვე თქო დედას კი უთხარი, მაგრამ რაღაც საქმეები თუ გაქვს, ნუ ღაიმას სიზავ თქო რა და არაო წამოვიყვანო ცუდოაო. ხარო დამინახავსო მე რეგ დატოვებაო, რაღაცა ინერვიულებსო და მოგეთ ვინც ბრძანდებით ჩვენი კუთხიდან, როგორც დედა ჩემი ასპინძის რაიონიდან და ჩვენი ზოგადად ახალციხე ბორჯომი, აი იქით მხრიდან ასპინძა და ასე შემდეგ, ყველას გეცოდინებათ ჩაშუშული, ოღონდ არა ბატის. ღორის ჩაშუშული. ახლა დადგმული მაქვს, უნდა ცოტა მოიხარშოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ცომში ვერ მოასწრებს ასე ძალიან მოხარშოს, როგორც ბებომა ტრენინგებს. ხო და დღეს გვექნება კარტოფილის ხინკალი და მეორე ეგ ჩაშუშული, რომელიც ისე არის ხარშება, ვინც არ იცით, იმათვის მაქვს ახლა საუბარი, როგორც თქვა კარტოფილის ხინკალი, ჩვეულებრივ კახურ ხინკალს რო ეძახიან და ათიულურს და ასე შემდეგ. ეს იხარშება მინიმალურად ცოტა წყალში უნდა დაიფაროს და ჩაიორთქოს და შეიწოვოს და მოიხარშოს, დაიშროს სრულად წყალი. ასე რომ, როგორც თქვა, ეს რო ჩაყარო მთლიანად და ესე ამოწურო, ესე არ კეთდება ეს ხინკალი. ხო, თავარია ზომა. ეხლა მე თქვენ გეტყვით რა ზომებზე იჭრება. გაჩვენებთ. დაახლოებით ზომა გახლავთ აი ასეთი. მეტი მაქვს ხედავთ. აი ასეთი ზომა. არ არის გატარებული, არის მხოლოდ დაჭრილი, ესე კუბებად. და იდება არამრგვალ ფორმის ცომში, არის ესეთ ოთხკუთხედებში, საშუალო ზომებში, პატარებში, არა დიდებში, რა თქმა უნდა. არის უგემრიელესი, ძალიან მიყვარს, აი გიჟდები ძალიან მიყვარს, თუმცა ამის ჭამას მე არ ვაპირებ მეგობრებო. მივირთმევ მხოლოდ იმას, რა ქვია, კარტოფილის. ასე ახლა ისე წამოიხარშოს და შემდეგ ცხიმში ცოტა აურიოთ და ეყოფა. შემდეგი ეტაპი უკვე დაიწყება ეს რა ქვია, ახლა მეგონარებს. ახლა ფურმე ტრენდი ყოფილა და დაარაკარაკო რა იყიდი. ვიზრე შეიძლება კუზი არა ვარ, მაგრამ რა ვიცი. შეჭკობა ყოფილა ხო და დავიწყეთ აბონი ჩინიგი. აჰა, ესენი ვიყიდე. დაკლება იყო და ავალეწეთ ხალხმა ერთმანეთსა თავი. აჰა, აი ესე იაფად ვიყიდე. ესე ჩავიყიდე 3 ცალი. ესეა ვიღაცა ქალს ამი მქონდა 5 და გამოგლიჯე ხელებიდანა და ვიყიდე მეუთხე შენა 5 და მეორე რატო ხო? ეს ავიყიდე გრაფინკა. ისა ლიტრა ჩადის, როგორც ამოგიხსენებათ, ჩვენთან აწყალი არის ეკონომიურად და კაცმარის ზონის მოწყვეტენ. ხო და ამაზე მეცა მაინც ვერ ვახშებ და რა სიკვდილათა მინდა ხო ბეკი. ხო ვიყიდე 7 ლარად, მაგრამ გაჯვირებული. ესეც ვიყიდე. ესა ვიღაცა კაცა წავთ მომეცი უხეშა პლასმასიდან და მე ბალღი მყავს. ესა ვიღაცას ვეწკი ამობდა ეგ რომ სინექებისთვისა მინდაო. სინექი არ ვიცი რა არის, მაგრამ რას დავეძებ. აჰა, 2 ცალი ვიყიდე, 3 მიდოდა, მაგრამ აღარ იყო რას ვიცი. ესა ვიყიდე ისა, საპური, არ ვიცი ახლა იმაში, ახლა ტომარაში პური რატო უნდა გავახვიო, არ ვიცი, მაგრამ შვეწკები ახვევენ და მეტრეთა ვეჩავოთ. კამერა თაკმიყოფდა გოგო. ხო კიდე ვიყიდეთ ისა რა ქვია, მაცივარი. ესა მაცივარი ახლა განვადებით ავიყიდეთ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. მაინც ავიყიდეთ ვადბედნიერები. ესა გვაკიდე იმისა, ბალღისა, ესა, ხო, ლამაზი. ხო, ესა ავიყიდეთ კიდე ორისის ნაბიჯში. ესა არ ვიცით, არაფრისა გემუარა, არ ვიცით რა არის. რა ვიყიდე გონზი არა ვარ. უკვე გათავდა ვჭამეთ, მაგრამ რა ვჭამეთ ვერ გავდი. არაფრისა გემუარა ხახო. თუ ისიც რა არის გამოგეხმაურეთ, ხო არა დავიწავლოთ, რა ვიცი. თუ არა გავშუხალა, ესე იგი კანეც და ხოცილები ვარ. ერთმანეთს ვაიმწერი. ბაი. შენი ნაზი ამერსი სიყვარულის ხილიეთება შენ საფრის მერქალებში მოგონება სულში ათებს ნებიანი ცნობისას მაწუხებს და მყავს ჩემი გულის საიტაიარას მხოლოდ მთვარე გაიგებს წერილსვაგან შენთან მიაფას უშენობა მაგიჟებს დროსაც ვეღარანები ჯებში მინდას პეული
რას გვიმღერებ? Titanic's. Titanic's? მიდი. To see you here, back on თამუნა ვინ გასწავლა? ჩემითვისა. საიდან? ტელევიზორიდან გადავიწერე. კინოს დროს? ხო. კიდე რა იცი? კიდევ თბილისო ვიცი. თბილისო ხომ ტელევიზორიდან არ გისწავლი? არა, წიგნიდან. წიგნიდან. დაიცადე ნოტები იცი? არა, ეწერა და ისე ვისწავლე. აჰა. დავიწყო? დაიწყე. ნედავსადარი კიდევცა უძირო დურჯი ხალასი სწორედ ისეთი როგორ ჩენია Kvena ხო იცით ვინ ვარ? ქუდოდი, დასხედით. სალაპარაკობა. აი თუ ვიდა იდექი, ეს შეიძლება ვაპარაკო. თუ ვიდა დაჭიქით, ხო? დაიშანი აქვე პატარკა. პატარკა გამიკეთეს. ისანი ეს ინფლუენსერმა რა? და ისანი მანა გამიკეთა რომ ისაო პატარკაო ახაო დუდიო ქუდოდიო რა ასე ძალიან კაი გოგხარო, რამე რო გინდაო წაისო გალო ესე გადაიმასქენიო ტრენდია რო ეს გიკეთიო და ისვაბო. ახლა მე ხოჭი ტრენდებსა ვერ ჩავჩვი ღმერთო, მაგრამ ჯვარი მწერია ხო? ხო, ახლა მაგიტო არ მიკეთება რა ყურები იმთხივა რაღაცა მიშუის და მაგიტო მიკეთია ხო? როგორ საინფლუენსერსა ისანი? ავისხი ხო. ასე კი დაძვარ ხალხო მეზობლების გულის გასახეთ. არა რეუცილებელი ყველა გაიგოს ხო. ერთ ოთხი ქუჩის ციგითა ცხოვრობდა ერთი ჩემი მეზობელი ჟუჟუ. გახდა შემთხვევით მილიონერი. და გადავიდა საცხოვრებლად ვაკეში, არის ქართულებს ვეწკები ცხოვრობენ ხალხო. არ ვიცი, იქა პარაშუტით თუ შეხვდეთ რამე დაიჯახები და ჩამოვარდებით თორემ. იქ არ ვიცი, ქუჩა. როგორ გავიარეთ, მივხვდი და გვერდულად გავიარე. ავტობუსი იქა ვერ მიდის, მეტრომით უმეტეს, ახლა შვეწკები ზუაში მეტროს რა უნდა. ხო? არის გადავეშიოთ. ხო და მოვიჩლიავე ხელში ერთი ალპენის გოლდი ისა თხილიანი მეყვარს რა ისანი რომ აკრატონებს ხილებს მიყვარს ქალო ხო და ისანი მაგაზე არ უყვარს მე ადრე მაშო თხილზე ალერგია მაქვს მაგრამ დაიძავეთ ახლა მე ვიყარ და ხო მე მივიტანე და მასა ხო წამხდი რა მაგასა უყვარდა ხო ხო და ამოვიჩლიავე აქეთ ისა პლეტკა აქეთ ბალღი და წავედი ზურგში რუგზაკი მოკიდებული ველოდების უფრას მეფურს. მეთქი ვიფიქრე ქალო, ეზოდან დაიწყებოდა პალატკა გადაშლილი. ვაიმე ხალხო. რო შევედი და შევაყარე უფრასა თვალები, ხო, ახლავე დავარაკარაკებ რა ქონდა. ეგა თუ მილიონერია, ხო, მე ეყובა ტრილიონერი. რომელი უფრო მეტია გოგო. მოდი და გამამტყუნე. შეკარი მამი და შვილი. ხარ მილიონერი ქალი, ხო? ეხლავე ჩამოვარაკარაკებ რაიჯოს უფრაზე. არ ვიცი ახლა თუ თვითონ არ შეერცხება, მაგრამ სადაც ახავს ავიდეოს ახლა. მაგრამ ვაიდან ახოს. ხო რა ვიცი რა მენაღულება, ხო. გოჭი, თლიანი გოჭი შეუწვე დაუგდიეს უფრაზე. ახლა გოჭისაო. რატო არ შევჭადი, მაგრამ ისე რო თქვა რა გოჭი ქონდა. მწადის ზედა 2-3 სამფური ქონდა შემწვარი გზად. ქაბაბი ქონდა. ყველაფერი ამოვიჭერ და დავიზეპირე მე რა ხო. ჭადი ქონდა, ჭადი ხოცით რა, ტუკ და დაათხლიშო იმაზე რა ქვია, ზეთში და იწვება. ხო, მე ყველი ქონდათ რაღაცა ისა ორნაირი და მე მითხეს რაღაცა უქვეყნისაო მეწიქრები, რასახა სულ გუნსა ვერ შეჭამნე, ხო, რაღაცა ქონდა. მე სალათები ქათმისა გინდა, სოკოსა გინდა, პრასი ქონდა და გაიჯარო ბალახები მეჭარა, ხო. ხო და კიდე რაღაცა და ხაჭაპური ქონდა, ლობიანი ქონდა, მიყვარს მე ლობიანი იცოდა. ხო, და ის არის. და ეხვედრებინა ხო. ლობიანი ქონდა, კიდე ქონდა კუდარი. ხორცი როდება ქალო, ჯირიღის ეგა. ხო, არ ავჭამე სხვაგანა ისანი, ნაკიც არ ავჭამ რა, ისე მიყვარს ოჯახში გამომწვარი. მაგრამ არ მაცხობე ჯვირიჯდება. ხო, კუბდარი ქონდათ, წვენები ქონდათ, კიდე რა ქონდა. სოკო, კამასოკო. თუ რომელი სოკო? ხო, იყოს კამარას დავეძებ, ხო, ეგეცა ქონდათ.
შეგეკრა ახლა მილიონერი ქალი ხარ რა გაგიხდა ერთი ვინეგრეტი ვინეგრეტი ხო იცით რომელია ეგა ის არ არის წუნათ რა უნდა დაჭაყრა და ჩაყარო ეგ არის ხო ახლა მე მიყვარს ქალო ვინეგრეტი მიყვარს ახლა და შეგებებდი შუ გაბიკეთე ხო რომ ახვედრებ ამ რას ახარახურას აჭველებს არ შეეძლო ახლა ჩემთვის ვინეგრეტი გაეკეთებინა მაგრამ აი პრიჩინა ხო იცით რა არის ზუსტად არც მე არ ვიცი მაგრამ ჯას ნიშნავს გას დაეძებთ ხო და დამწყდა გული ხარკალ რა გაგიხდა ერთი ვინეგრეტი რო ერთი თებში და ქუდოდი მოდიოდა მე უთხარი ხო და დაგეხვედრებინა მე უთხარი კანო ამდენი კერძი ვინეგრეტი რა სიკვდილად გიდო სიკვდილად რა თქმა უნდა მიდოდეს მე უთხარი ახლა მიყვანდა იდოს შებაში ვჭამო მაგრამ იდოს ხო კაი ხარ მილიონერი ხო და ის არია მე ახლა რა ამეშალა ნერვები გავამზადე კონტეინერები მქონდა რა წაღებულო ბალხისთვის ახლა მეთქი ბალხსა რომ მოშივდეს გზაში ჩავაწყე სოკო გინდა ქაბაბი გინდა იქალობიანის სპეციალური გინდა ბალხსა რომ მოშივდეს გზაში ახლა სანამსახლამდე მოვიდოდი რა თორე ისე რუგარა სიკვდილად მიდოდი ახლა მაგის სოკო და ისა რა ქაბაბი ხო როგორ არ მიდოდა მაგრამ დაიცი ხო და ისე ვუთხარი შუშო მეუთხარი ხო რა გაქვს შემთხვევით ერთი 100 ლარი რომ ასეს ხო მეუთხარი ზეგამდე და შევაშტერდი აბაოდოდიო მე საიდან კალო მეუთხარი მილიონერი შენაღარ და მე თუ კიდე გასესხე მასლარს მაგ 200 მაგ მეუთხარი თუსაკილოა ხო მეუთხარი კასაში მე 500 ლარი მაგასასა გამოგირბენინე მაგრამ აფრა მილიონერ კალსა მეუთხარი მაგდენია რა ხალხო ეხა რა ჩემი საქმეა მაგრამ 7 ბინაკ 800 ეხლა ყიჭულობს მე ზუნწი კალო მეუთხარი მთელი ვაკი საბურთალო ვერა რა ხალუკა შენა შეისყიდე მეუთხარი ახლა ნახალუკაში კი არის ცხოვრზე გააკლია რა გააქირავა ბიზნესი დაატრიალა მეუთხარი მთელი შემდგური თავზე მასხედა მეუთხარი ჩემს ამეზობრათა ბინა იყიდა და დააქირავა და აბადოდი მიმიხედე და ესენი კაცი თქოსი ხანვისა მოათრებენ კალო ხანვისა მოათრებენ მეუთხარი და შენი მისა რა ქვია მდგმურების ცოლებსა და საყვალებსა მეუთხარი ერთმანეთს იზვაშველებთ მეუთხარი მაგის ღირსი ვარ მეუთხარი თოდიო ბინა ვიყიდე და არა მაქვს თუ ვიტყვები მეუთხარი ენას ამოგაცრობ მეუთხარი აღრა მაგიში თქმა არ მიჭუდა მაგრამ წამოწდა აგებილეთ ხალხო არტიფუსა რო შოულობთ როგორ არ უნდა ქონეთ გადადებული 100 ლარი არა მაქვს შემოსაღალი 500 მაგ გადადებული საიდან ამიც არ ვიცი მაგრამ არა როგორ არ ვიცი მაგრამ ისე რო თქვა საიდან ვიცი ხო საიდანღაცა ვაკოწიწე ჰოპ შევკარი 500 ლარი რა არის მეუთხარი მე მაგისი ღირსი ვარ მეუთხარი რომ შენა არ მასეს ხო ფული არა მაქო დოდიო რა თქვა რა გაკ მეუთხარი მივაყარე თვალის გუგები ხარო გადადეთ ახლა ეგა ჩვენ და ჩეს ზუნწი მაგას აკმარე ყავს ეგეცა ხო ყავს სხვა ცოლიცა ხო ყავს ერთი 7 საყვარელიც აყავს და ჩემი მეზობლის გონგოსთანაც დაჭის არ გექნება მეუთხარი საიდან გექნება ახლა სადაც შენი ქმარი ჰაი ჰუი მეუთხარი რა ჰაი ჰუიო და კიდე ხამა წამომწდა არა მეუთხარი ისე მოკეიფე კაცია მეთქი და კი მაგარი მოკეიფი ახლა გუგუნებ დაბუსოკა ხო და ასე წამოვიდი გულდაწყვეტილი რო ერთი ვინეგრეტი რა გაგიხდა მეუთხარი ერთი 100 ლარი არც 100 მიდუდა არც ვინეგრეტი მაგრამ იზერო და მიდუდა ხო სიტყვის ამასალათო ჭიწაუგე მაგის ვინეგრეტი ბინძური მაგისა გაკეთებს არც არ შევჭამდი მაგრამ იზე რო თქვა რა თქმა უნდა მეჭამა გააკეთე იქნება ვჭამო ხო ხალხო რა ხეთიკეთი ჯუნჯები გაახტები ხალხო მილიონერები და კაცი და კუცი აღარ დოდი უნდა და აღარ ქიშმიშა დაბუსუკა კი თვალის ჭრილი ლამაზი მაგ რაც ლამაზი მაგ იმას ვერ დამეკარგავ ესეც მაგ მე ყველაფერი